საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კიდევ ერთი ანგარიში გაასაჯაროვა. ორგანიზაციამ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ამჯერად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ბათუმში მერობის კანდიდატების ქონებრივი მდგომარეობა შეისწავლა. დოკუმენტში ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის კანდიდატი გოჩა გუგუნავა 40%-იან წილს შეპესე ჯეოტრანსში ფლობს, საქმიანობს შეპესე თამერლანშიც. 2013 წელს კი დაფუძნებული აქვს აიპის საქველმოქმედო ფონდი ბათუმი. იგი წილს ფლობს აჭარის პოკერის ფედერაციასა და შეპესე აჭარა Distribution 2000-ში. მხოლოდ საცხოვრებელი ბინების მფლობელობა ჩანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ქართული ოცნებისა და ერთიანობის დარბაზის ბათუმის მერობის კანდიდატების სახელებზე. ფინანსური შემოსავლის წყაროდ მათ სახელზე მხოლოდ სახელფასო შემოსავლები ფიქსირდება. არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძის მერობის კანდიდატი. ალექსანდრე თევზაძე საზოგადოება სულიკოს დირექტორია. მის სახელზეა რეგისტრირებული 2505 კვადრატული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი მწვანე კონცხის ტერიტორიულ ორგანოში. მიზანი ზოგადად არის ის, რომ მოქალაქეებმა თავიდანვე იცოდნენ პოტენციური მერების და გამგებლების ახლანდელი ქონება, რათა შემდგომ, როცა ისინი მორჩებიან საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას და დადგება მორიგი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდი, შევადაროთ მათი იმდროინდელი ქონება და ახლანდელი ქონება, ანუ რამდენად გამჭვირვალედ მოახდინეს მათ ქონების შეძენა, რამდენად შემოსავლიანი იყო, თქვათ, მათი საქმიანობა მათთვის, როგორც ჩვეულებრივად დაქირავებული ადამიანებისთვის, რა ტიპის ქონება და რა რაოდენობის ქონება იყიდეს და რა მოცულობის და რამდენად შეესაბამებოდა მათ მიერ სახელფასო ანაზღაურებითა თუ პრემიით მიღებული შემოსავალი იმ ქონებას, რაც შეიძინეს.